სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა. ლევან ახობაძის მიმართ აღკვეთის მკაცრი ღონისძიების გამოყენება პროკურატურამ მიმალვის მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო მოითხოვა. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების პოზიციას არ ეთანხმება. პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და ბრალდების კვალიფიკაციას არც ადვოკატები იზიარებენ და მეტ დეტალს სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი გამოძიებისგან ელოდებიან. იმის მიუხედავად, რომ უფლებადამცველებს საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, დღევანდელი სასამართლოს ხდომა არ დახურულა. პროკურატურის მტკიცებით საქმეში დევს საბაჟოდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, სატელეფონო კავშირების დეტალური ამონაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებული საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მასალები. თავად ახობაძე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საქმეში ფიგურირებს გრიგოლ ილუაშვილის სახელიც, თუმცა მისი უფლებადამცველი ყოფილი მაღალჩინოსნისთვის კიდევ ერთი ბრალის წარდგენას ამ ეტაპზე არ ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა პატიმრობაში დატოვების თაობაზე, რადგან არსებობდა მიმალვის ან მოწმე პირებზე ზეწოლის საფრთხე. ბრალდების მხარემ მტკიცებულებებთან მიმართებითაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე. ამას წარმოადგენს გარკვეულ პირთა გამოკითხვის საქმეები, მათ შორის ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწერები და ასე შემდეგ, წერილობითი დოკუმენტაცია, რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, რაც არის ქრთამის აღება. მოწმეებს წარმოადგენენ სხვადასხვა პირები, მათ შორის ქრთამის მიმცემი, მათ შორის შუამავლები და ასევე სხვა პირები, რომლებსაც გარკვეული სახის ინფორმაცია ჰქონდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მან 24 საათიანი დუმილი დაარღვია და დღევანდელ პროცესზე აღნიშნულ გამოძიებას მასკარადი უწოდა. მისი ადვოკატების რაჟდენ კუპრაშვილისა და დავით სიმონიას განცხადებით ბრალთან მიმართებით მტკიცებულებების შეუსაბამობა კითხვის ნიშნებს აჩენს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ახობაძის პატიმრობიდან 20,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წარდგენილი ბრალი ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგენდა პროკურატურა. უბრალოდ ფიზიკურად არ შეიძლება ქრთამის აღება დაკვალიფიცირდეს იმ შინაარსით, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი, ხო? ეს ძალიან ესე ვთქვათ არსებით განხილვაზე არის, ეს ყველაფერი შესაძლებელია იყო ეგ სასამართლოს ხმოთ, ამიტომ საუბრობ ამ მტკიცებულებებზე. ყველა ის მოწმე, ესე ვთქვათ, იყო ძალიან მაღალი სტანდარტით აყვანილი კონტროლზე. არც ერთი ფაქტი არ არის. არც ერთი ესე ვთქვათ მტკიცებულება არ არის იმის მიმანიშნებელი, რომ რომელიმე მოწმის მიმართ რაიმე სახის ესე ვთქვათ ზეგავლენა ან ზეწოლა განხორციელდა. უფლებადამცველების თქმით, ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხის ამოღებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, ამოღებული თანხა 2 თვის ხელფასს არ აღემატება. უფლებადამცველების განცხადებით, ქრთამის აღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება პროკურატურას არ წარუდგენია. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, მეტი დეტალი მედიისთვის უცნობია. ის აპელირება, რაზეც საუბრობს პროკურატურა, რომ თითქოს და ბატონმა ლევან ახობაძემ აიღო ქრთამი, ამის დამადასტურებული რაიმე კონკრეტული მტკიცებულება საქმეს საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, ზოგადად მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ ამ ეტაპზე. სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვა პატიმრობაში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის. ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მესამე ნაწილის ექვე პუნქტით დააკავა. სუსის გამოძიების თანახმად 2024 წელს ერთ-ერთ კერძო მეწარმეს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამოართვეს 40 მილიონი რუსული რუბლი. ფინანსთა სამინისტროს
სამინისტროსგან თანხის დაბრუნებაზე უარის მიღების შემდეგ საქმეში შუამავლების მეშვეობით ლევან ახობაძე ჩაერთო. ახობაძე მეწარმეს თანხის დაბრუნებაში დაეხმარა, რის შედეგადაც ბიზნესმენმა თანხა 10%-იანი კანონიერი ჯარიმის გადახდის შემდეგ დაიბრუნა. გაწეული დახმარების სანაცვლოდ ახობაძემ თავიდან 500,000 ლარი მოითხოვა, თუმცა სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით თანხა განახევრდა. საბოლოოდ ბიზნესმენმა შუამავლის დახმარებით ახობაძეს 250,000 ლარი სამუშაო კაბინეტში გადასცა. განცხადებაშიც ნახსენები იყო, რომ კონკრეტული გამოკითხვის ოქმის თანახმად არის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი მხოლოდ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში ყველა ფაქტობრივი გარემოება ფიზიკურად ვერ აისახება, ბრალდების შესახებ დადგენილებას აქვს დაწერეს მისი წესი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, გამოძიება გრძელდება და სამართლებრივი შეფასება სხვა პირების ქმედებებს მიეცემა მოგვიანებით თუ ასეთი საფუძველი იარსებებს სხვა პირების ქმედებებს მიეცემა შესაბამის სამართლებრივი შეფასება მოგვიანებით. თუ გამოვლინდება სხვა პირთა ბრალეულობა ან სხვა პირთა კავშირები, რა თქმა უნდა, მიეცემა სამართლებრივი შეფასება. გამოძიება გრძელდება, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 თვე აქვს კიდევ გამოძიებას დრო რომ აწარმოოს ყველა მხრივ. პროკურორის განცხადებით გამოძიება სუსის თანამშრომლის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამ წლის თებერვალში დაიწყო. საქმეში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სახელიც ფიგურირებს. აქედან გამომდინარე შესაძლოა მალე გამოიკითხოს ლილუაშვილი, რომელიც ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში სხვადასხვა კორუფციული ბრალდებით იხდის სასჯელს. პროკურატურა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა დანაშაულის ჩამდენ პირთა წრე გაფართოვდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ახობაძეს 10-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.